90 სპორტსმენი 16 ქვეყნიდან ბაკურიანი მსოფლიო თასის შეჯიბრებას მასპინძლობს. ფრისტაილის მსოფლიო თასმა მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში დღეს დილიდან აიღო სტარტი. კოხტაზე ფრისტაილის ყველაზე გრძელი ტრასაა მოწყობილი. ასპარეზობის პირველი დღის ბოლოს გამოვლიდნენ გამარჯვებულები. საერთაშორისო ტურნირი ხვალ დასრულდება. ლევან ღუდუშაუს ჩავთავთ ახლა ბაკურიანიდან პირდაპირ ეთერში. ლევან, როგორ ჩაერა ასპარეზობის პირველმა დღემ? მოგესალმებით თამთა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ პატივცემულო ტელემაყურებლებო. დღეს მშვენიერი განწყობა იყო ბაკურიანში, სადაც იმართება მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში, ეს არის ფრისტაილი. შესანიშნავი სანახაობა შესთავაზეს სპორტსმენებმა გულშემატკივარს, რომლებიც მათ არ დაიზარეს და მოვიდნენ ბაკურიანში ამ ძალიან მაღალი დონის შეჯიბრის სანახავად. 90-მდე სპორტსმენი 16 ქვეყნიდან თავის საუკეთესო შესაძლებლობებს უმტკიცებდა ყველას, თავის თავსაც და შეკრებილ გულშემატკივარსაც. მოხდა რამდენიმე სენსაციაც. ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზა ავსტრალიელმა გოგონამ, რომელიც საბოლოოდ გახდა კიდეც ჩემპიონი მოგულში. რაც შეეხება კაცებს, აქ ძალიან დიდი კონკურენცია იყო მართალია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი მოგულის დისციპლინაში, კანადელი სპორტსმენი, რომელიც ფავორიტად იყო მიჩნეული, დამარცხდა. სამაგიეროდ იკურა კურიშიმამ, მისმა კონკურენტმა, იაპონელმა, ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზა და სწორედ ის გახდა დღეს ტურნირის გამარჯვებული. ამის მიუხედავად, კანადელი სპორტსმენი საერთო ჩათვლაში მაინც ინარჩუნებს ლიდერობას და საერთო ჩათვლაში ის კვლავ მსოფლიო თასის ფავორიტთა შორის ითვლება. მართალია კიდევ დარჩა ხვალ ერთი ღონისძიება, მოგულ დუალი, რომელიც ასევე ძალიან ექსტრემალური სახეობაა. ყველას გირჩევთ, რომ ხვალ მიადევნოთ თვალყური. მანამდე ვნახოთ ის ემოციები, რომელიც განიცადა ამ სპორტის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა დღევანდელი, მაინც და მაინც დამაჯერებელი სრიალი არ გამოუვიდა მას, საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა. შვენიერი დღე იყო, ტურნირი კარგად არის ორგანიზებული. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, ეს არ არის ის შედეგი, რაც საბოლოოდ მინდოდა. სულელური შეცდომა დავუშვი, რის გამოც პირველი ადგილი დავკარგე. კურიშიმას დღეს ბრწყინვალე პერფორმანსი ჰქონდა და გამარჯვება დაიმსახურა. საერთო ჩათვლაში ჩემთან ჩამორჩენა შეამცირა. თუმცა მსოფლიო სერიას ისევ მე ვლიდერობ და შევეცდები ლიდერობა სეზონის ბოლომდე შევინარჩუნო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხვალ 23 დეკემბერს გაიმართება შეჯიბრი მოგულ დუალში. ეს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური შეჯიბრია ალბათ ზამთრის სახეობებს შორის. პარალელურად მოდიან ტრასაზე სპორტსმენები და ეჯიბრებიან სამ კომპონენტში: სისწრაფე, მართვის ფლობა და ჰაერში შესრულებული აკრობატული ნომრები. შესაბამისად, საჯების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ. ხვალაც ანალოგიურად დაახლოებით 90 სპორტსმენი გოგოებსა და ვაჟებში მიიღებს შეჯიბრში მონაწილეობას. ჩვენთვის ქართველი გულშემატკივრისთვის საწყენი ის არის, რომ სამწუხაროდ მოგულის დისციპლინა საქართველოში არც ისე პოპულარულია, არც ერთი სპორტსმენი არ მოიძებნა ქართველი, რომ მიეღო მონაწილეობა ამ შეჯიბრში, მაგრამ საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან კომუნიკაციის შედეგად გავარკვიეთ, რომ მომდევნო სეზონში დიდი ალბათობით საქართველოს ეყოლება მოგულში სპორტსმენი, ნაკრებიც დიდი ალბათობით და ვიმედოვნოთ, რომ შემდეგ სეზონებზე რახან უკვე ფისის საერთაშორისო შეჯიბრებების რუკაზე ბაკურიანიც და ზოგადად საქართველოს აქტიურად არის უკვე მონიშნული და ეტაპებზე გაიმართება, იქნებ ქართველმა სპორტსმენებმაც მოახერხონ წარმატების მიღწევა. ეს იყო პირველი ეტაპი, რომელიც ჩატარდა ბაკურიანში. კიდევ იქნება ორი ეტაპი, ერთი სნოუბორდ კროსი და ასევე სნოუბორდის ფრისტაილი, რომელიც უკვე თებერვალში იქნება. ასე რომ ზამთრის სპორტული სეზონი გახსნილია, ჩვენ უკვე ხვალინდელ დღეს ველოდებით და გულშემატკივარს მოუწოდებ, რომ ისე ამოვნონ ხვალინდელი დღით. მადლობა ბაკურიანიდან ლევან ღუდუშაურე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.